ჩემს სტუმრები დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში იქნებიან გიორგი ამზაშვილი, ვანო კიკვილაშვილი, თინა სიმონიშვილი და რატი მორჩილაძე. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ინვესტორთა ინტერესზე ზოგადად ქვეყნის მიმართ ამ თემით მინდა რომ ფართოდ დავიწყოთ და მე უკვე დავწვრილმანდეთ, ესე ვთქვათ, თქვენი მიმართულებით ვისაუბროთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მის პერსპექტივაზე ქვეყანაში და ზოგადად მის მნიშვნელობაზეც. აი, რას ამბობს აი ცალ-ცალკე აღებული აი ეს ტენდენციები გიორგი ზოგადად ინვესტორთა ინტერესზე, იმიტომ რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება, საფონდო ბირჟის განვითარება ინვესტორების გარეშე, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი, რაც არ უნდა კარგი სტრატეგია და ხედვა არსებობდეს, ხო მართალია? აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. მთელი ესეთი პაკეტია ფაქტორების ასომ როგორც აღნიშნა მათ შორის ეს რა ქვია ფაქტორები რომ მოქმედებს ხადია საერთოდ ერთი აი გენერალური ის რო ვთქვათ რა ქვია რომ ესეთი აღწერა ამ პროცესის კონკურენტული უნდა იყოს როცა შემთხვევაში სუვერენულ მასზე გვაქვს ობლიგაციებზე ხო ობლიგაციებზე ეს ტენდენცია ნუ აშკარად თვალში საცემია რომ თითქმის გამესამედ და ამასობაში 2.9 ჯერ არის არარეზიდენტი ინვესტორების ფლობაში მყოფი ისა რა ქვია ლარში სახელმწიფო ობლიგაციები ხო და როგორც ჩანს ამ კონკურენციაში, ანუ ამ პროცესში საქართველო არ არის საკმარისად კონკურენტუნარიანი. გამომდინარე ვერაუღლით ამ ფაქტორს პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხადია. სავალუტო რისკი როგორც ჩანს იწვევს ეს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ასევე უცხოელი ინვესტორების აი ამ თუ განვიხილავთ ესე იგი ამ ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს და იგივე სუვერენულ ანუ ევრობონდებს ხო იქაც საკმაოდ გაიზარდა ზის სპრედს ეძახიან ამერიკელები ზ სპრედს ევროპელებს ჩვენ ევროპა ვართ ზ სპრედი დაუძახოთ ამასაც ანუ 300 რაღაც 50-მდე საბაზო პუნქტია ახლა. იმის გათვალისწინებით რომ საკმაოდ მაღალია ბენჩმარკი, ამ შემთხვევაში ბენჩმარკად ვიღებთ ამერიკის სახაზინო ფასიან ქაღალდებს. საკმაოდ მაღალია იქაც, შესაბამისად მაღალი პლუს მეტი სპრედი ამ შემთხვევაში უკვე კონკურენტუნარიანობას უსუსტდება ქვეყანას. ჩვენ არის ქვეყანას, რომლის საკრედიტო რეიტინგი სტანდარტ & პუარს მიხედვით არის ახლა BB/B, ანუ ძელვადიანი და მოკლევადიანი სტაბილური პერსპექტივით. ანუ ეს საინვესტიციო ენაზე ეს არის უკვე ჯანკ ბონდების კატეგორია. უკვე არა ჯანკ ბონდების კატეგორია, საკმაოდ დაბალ. ხო, საინვესტიციო კლასის რეიტინგის დიაპაზონის ქვემოთ არის. ხო და შესაბამისად ხა ჩვენ კონკურენციას ჩვენი კონკურენტები არიან ამ შემთხვევაში ყველაზე ახლო რაც არის, რაცაც ვხედავთ, ეს არის აღმოსავლეთ ევროპა. სადაც გაცილებით მეტი სტაბილურობაა, მაგალითად პოლონეთში სუვერენულ ბონდების რა ქვია, შემოსავლიანობა 5.9-6%-ს წდება და შესაბამისად, ანუ საკმაოდ მაღალია იქაც. ესმით, ანუ საერთო ჯამში კონკურენტუნარიანი, ნაკლები კონკურენტუნარიანი ვართ ამ შემთხვევაში. როგორც საშინაო ფაქტორების გავლენით, ისე საგარეო მოსამლობის სხვადასხვა რისკები, ეს იგივე სავალუტო რისკია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ასახავს აი ამ პროცესებს, რაც
მადლობა შესავლისთვის. საინვესტიციო ბანკებთან წამოვალ შემდეგი კითხვით, უფრო ფართოდ რომ შევხედოთ კაპიტალის ბაზარს, აი აქ რა ფაქტორები შეიძლება გამოუკვეთოთ, როგორც შესაძლებლობები, ესე ვთქვათ, ამ ბაზრის განვითარებისთვის და დღეს არსებული გამოწვევები, მათ შორის აი ამ ბაზრის განვითარების ნაწილში და აი ამ მაღალი გაურკვევლობის პირობებში რის პროგნოზიც გაკეთებული გაქვთ და რისი პროგნოზირებაც შეგვიძლია, ესეც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ანუ თქვენგან წამოვალ და შემდგომ თინასთან გადავა. კი ბატონო, ჩვენი ბაზარი განსაკუთრებით ადგილობრივი ემისიების ჭრილში ძალიან კარგი ინვესტორთა ბაზით გამოირჩევა უშუალოდ ქართველი და უცხოელი ფიზიკური პირების კუთხით. ესენი არიან ხშირ შემთხვევაში საქართველოს ბანკის და TBC კაპიტალის შემთხვევაში TBC-ის wealth management-ის კლიენტები. შესაბამისად, ჩვენი უცხოური ვალუტის დენომინირებული ფასიანი ქაღალდები ძირითადად ამ ინვესტორთა ბაზაზე იყიდება. გამოწვევად, რაც შეგვიძლია გამოვკვეთოთ სუფთად ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ჭრილში, არის ინსტიტუციური ინვესტორების ნაკლებობა. ანუ ინვესტირებას ახორციელებენ ფიზიკური პირები, თუმცა ფონდები, საერთაშორისო ფონდები, საერთაშორისო wealth manager-ები, family office-ები არ არის ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ ქართულ ბაზარზე, რაც ბუნებრივად ლიმიტაციას აკეთებს ემისიის მოცულობისას. ანუ დღესდღეობით თუ თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 20-40 მილიონი დოლარის ემისიის ერთიანად გახორციელება არის შესაძლებელი, ინსტიტუციური ინვესტორების არსებობის შემთხვევაში ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა უშუალოდ ინვესტორთა ბაზის მიმართულებით, რაზეც რა თქმა უნდა საკმაოდ აქტიურად მუშაობთ ჩვენ გალთენდაგარდ. ძალიან დიდი მადლობა. თინას ვუყურებდი და თავს გიქნევდათ ანალიზში გეხმარებათ. თინა, თუ გაქვთ იდენტიფიცირებული, აი რა იწვევს აი ამ ბაზის, ესე ვთქვათ, ლიმიტაციას და ვერ გაფართოვებას ზუსტად აი ამ საერთაშორისო ინსტიტუციური, ესე ვთქვათ, ინვესტორების კუთხით. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი კაპიტალის ბაზარი მაინც განვითარებადი ბაზარია, რა თქმა უნდა, არ მიგვიღწევია ვთქვათ ისეთი დონისთვის, სადაც უკვე ზრდას ვეღარ დავინახავდით, პირიქით მზარდი არის წლიდან წლამდე. ბოლო 6 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-იანი ზრდის ტემპი შეიმჩნეოდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი არის და პირიქით ვიტყოდი და რომ ბევრ ასე ვთქვათ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ან ცენტრალური აზიის ბაზრებზე და ლოკალურ ბაზრებზე ესეთი კარგი განვითარების ტემპი და ამდენი ემიტენტი და ამდენი ინვესტორი ფიზიკურად არ არის. უფრო ხშირად ნახავთ, რომ მაგალითად ესეთი ტიპის ქვეყნები ევრობონდების გამოშვებით ახორციელებენ თანხების მოზიდვას და ადგილობრივი ბაზრები ბევრად უკან არის, ვიდრე თქვათ საქართველოში. მაგრამ ამის მიზეზი თინა ბოდიში აქვე გკითხავთ, ანუ რა არის ის, რომ თქვათ სათანადოდ განვითარებულები არა ვართ ჩვენ თუ ის, რომ ინვესტორთა ინტერესია და ინვესტორთა მოთხოვნა ამთავრებს. დამახასიათებელი არის პატარა ქვეყნისთვის რა, ანუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული უჭირს თქო ვერ ვიტყვი, პირიქით ჩემი არგუმენტი პირიქით ის არის, რომ სხვა აღმოსავლეთ ევროპის ან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით უფრო წინ ვართ. როგორც რეგულაციის კუთხით, ისე ემიტენტების რაოდენობის კუთხით, ისე ვთქვათ ინვესტორების სპექტრის კუთხითაც, ხო, როგორც ვანამ აღნიშნა, ვალუტის ობლიგაციებში ძირითადად ჩვენ ხედავთ ფიზიკურ პირებს, ესეც დამახასიათებელია ჩვენერი ტიპის ბაზრებისთვის, ხო, იმიტომ რომ ჩვენთან ნაკლებად არის განვითარებული, ვთქვათ, აქტივების მმართველები, ან ფონდები, ესეთი ტიპის ორგანიზმები, ხო, ბაზარზე, რაც ეხა ვითარდება და ეხა იდგავს ფეხს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრივაც ბევრ სიახლეს ვნახავთ ბაზარზე, მაგალითად TBC-ის შემთხვევაში აქტივების მმართველი დავაფუძნეთ ჩვენ და უკვე 100 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო აქტივების მმართველმა სამი ფონდის საშუალებით. ანუ ეს მიმართულებაც იზრდება, ესეც როგორც ერთ-ერთი ინვესტორი გვესახება მე უკვე ჩვენ კაპიტალის ბაზარზე. ფიზიკური პირების გარდა ინსტიტუციური ინვესტორებზე ვიტყვი, რომ კომერციული ბანკები ადგილობრივი ასევე ახორციელებენ ობლიგაციების შეწყვეტას, ძირითადად უფრო ლარის ემისიების თვალსაზრისით და IFI-ების საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. მათი მანდატი არის, რომ განავითარონ კაპიტალის ბაზარი მათ შორის, ხო, იმიტომ რომ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ ესეთი მანდატი და გვეხმარებიან და ეხმარებიან ადგილობრივ ბაზარს განვითარებაში, იძენენ როგორც ლარის ისე დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი აქტორი არის, მონაწილე არის
ჩვენი ბაზრის. ვანოს ვეთანხმები, რომ ახალი ინსტიტუციური ტიპის ინვესტორები მოსაზიდით და მოსაყვანი ყავს ნამდვილად საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე. ამ კუთხით TBC კაპიტალიც ძალიან აქტიურად მუშაობთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც ბაზრის შუამავლები ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ბაზრის განვითარების კუთხით, როგორც ემიტენტების მხარეს ვაინტერესებთ მათ ობლიგაციების გამოშვებით, ასევე ინვესტორების მხარეც ვესაუბრებით როგორც ქვეყანაზე, მაკროზე, ისე ზოგადად ადგილობრივ ბაზარზე და ვაინტერესებთ ასე ვთქვათ ჩვენი ფასიანი ქაღალდებით. კითხვა იყო, რომ რა ფაქტორები შეიძლება იყოს ლიმიტაციის მიზეზი, ხო? ვიტყოდი, რომ პატარა ბაზარი არის მაინც და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. რა თქმა უნდა, უფრო მეტად განვითარებული საფონდო ბირჟა დაგვეხმარებოდა, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებით დაგვაინტერესებინა უცხოელი ინვესტორები და სხვადასხვა გზები უნდა ვეძებოთ ალბათ, რომ მაგალითად, არ ვიცი, რაღაც ახალი AI-ის ტოკენიზაციის თვალსაზრისით ასე ვთქვათ, დავაინტერესოთ უცხოელი ინვესტორები, რომ რაღაც უფრო მარტივად შესაძლებელი გახდეს ასე ვთქვათ ჩვენი ფასიანი ქაღალდები მათთვის. მოკლედ, ბევრი მიმართულებით არის განვითარება შესაძლებელი, მაგრამ ხო, ვიტყოდი, რომ იმ ეს კი პატარა ქვეყნის განვითარებადი ქვეყნის გადმოსახედიდან კაპიტალის ბაზარი საკმაოდ კარგი ზრდის ტემპით ხასიათდება. გიორგი, აი თინამ თქვა, რომ ვთქვათ, უფრო განვითარებული საფონდო ბაზარი, ბირჟა ხო, ანუ დაგვეხმარებოდაო და აი აქ რა არის ესე ვთქვათ მთავარი მიზეზები, ვთქვათ, რატომ არის მცირე დოზით, თითქმის არ არის ვაჭრობა, ესე ვთქვათ, საფონდო ბირჟაზე და რატომ არ ირჩევენ საფონდო ბირჟას ვაჭრობისთვის. ესე ტექნიკურად შესაბამის დონეზე საქართველოს საფონდო ბირჟა ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხოს. მუშაობთ ამ საკითხზე კოლეგებთან ერთად, ვიღებთ მათ რჩევებს, ცხადია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ინფრასტრუქტურა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაც და ეს არის ის რამაც უნდა კომფორტული გახადოს ამ ბაზარზე ოპერირება. თუმცა ობლიგაცია, როგორც წესი, არ არის საბირჟო ინსტრუმენტი. ობლიგაცია, იმიტომ რომ ობლიგაცია დაფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდია, რომელსაც არ აქვს ძალიან აქტიური მეორადი ბაზარი. ანუ სპეკულატიური მადა, აპეტიტი არ აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც წესი განვითარებულ ბაზრებზე ეს არის ბირჟის გარეთა ვაჭრობებია ობლიგაციების, ანუ 99 რაღაც პროცენტი აი ამერიკანულ ავიღოთ მაგალითად, ძირითადად ხდება OTC-ზე ეს ვაჭრობები. იმიტომ რომ ხო, ანუ ბირჟის გარეთა. ხო, იმიტომ რომ რადგან დაფიქსირებული შემოსავალი აქვს, ბირჟაზე ოპერირებას თან ახლავს რაღაც გარკვეული friction cost-ი ქვია, ხო, რაღაც ისეთი. ანუ ქართულად როგორ იქნება ხახუნის ხარჯი. ანუ ყოველ ტრანზაქციაზე მცირდება ეს დაფიქსირებული შემოსავალი. ანუ როგორც აქციას აქვს კაპიტალის ზრდის პოტენციალი, ხო? კაპიტალ გეინის პოტენციალი. ესეთი რაღაცა ობლიგაციას არ აქვს დაფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიან ქაღალდებს. ამიტომ ის ქმნის, ესე ვთქვათ, აღქმას იმისას, რომ კაპიტალის ბაზარი რაღაც ინსტრუმენტების თვალსაზრისით ვითარდება, მაგრამ საფონდო ბირჟასთან, ესე ვთქვათ, უშუალოდ არ ილინკება და მის განვითარებასთან. თუმცა, აი რომ თუ გავანალიზებთ, ხო, ეს რა ქვია, ამ ობლიგაციების ბაზარს, დაახლოებით 5% თლიანი გამოცემული ობლიგაციებისა თვის განმავლობაში ივაჭრება დაახლოებით ესეთი პროპორციაა განვითარებულ ბაზრებზე. ანუ რისკის საით უნდა გავიხედოთ და რა პერსპექტივა ელოდება მაგალითად ჩვენ შემთხვევას, ხო? ანუ შესაბამისად ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს 5% ბირჟაზე ივაჭრებოდეს. თუმცა ახლა უფრო კომფორტულია რა ქვია კოლეგებისთვის რომ ივაჭრონ ბირჟის გარეთ, იმიტომ რომ ჩვენი ეს არის ბრალია, რომ ვერ ვახერხებთ მივცეთ ის კომფორტი ვაჭრობისთვის და ისეთი კომფორტული წვდომა, როგორც შეეფერება დღევანდელ
ეპოქას და დღევანდელ განვითარებას. ანუ რეალურად ინფრასტრუქტურული გამოწვევები უფრო მეტი არის დღეს საფონდო ბირჟისთვის, ვიდრე ვთქვათ რეგულირების ნაწილში გამოწვევები, ასე იტყოდით, ასე დააყენებდით, ვთქვათ. ხო, არა, რეგულირების ნაწილში ჩვენ გამოწვევები, ჩვენ ერთი თვითრეგულირებადი გვაქვს და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული შეზღუდვები არა. უფრო მეტად აი ეკოსისტემის რეგულირების ნაწილს გულისხმობ თქვენამდე რომ მოვიდეს ვიღაც რომ დაილისტოს. ხო, არა, რეგულირების ნაწილში ნუ რაღაც ცვლილებები თქვენ გახსოვთ მე ჩართული ვიყავი ამ თუმცა USAID-ის პროგრამა იყო ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და საკმაოდ ნორმალური ძირითადი ჩარჩო ანუ იმის რა ქვია კანონმდებლობის ანუ ნაწილების მიღებული იქნა. და იგივე აი საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და მოუსვენარი ხალხია ესენი და გააკეთეს პირველი ისა რა ქვია პირველი ხო ისა ავტორიზებული ფონდი და ავტორიზებული ანუ აქტივების მმართველი კომპანია. ხო და ანუ საერთოდ მივიდივარ ახლა რომ ობლიგაციები კარგია, მაგრამ ცოტა უნდა ვიფიქროთ, ხო, აუცილებელია, გასავითარებელი და ამას მოვუნდეთ შემდეგ ან მსგავსი რაღაც, ანუ ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომელსაც ორივე სავალო და კაპიტალის წიდის ფასიან ქაღალდების ახასიათებს რაღაც მაჩვენებლებს. ჩვენიერი ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, ესე ვთქვათ, როგორც გამოსავალზე. რატი, ხო, ანუ ეკოსისტემის განვითარების რაღაც მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მაგალითი არის ამ შემთხვევაში ფორსაიტი, რომელიც სწორედ ამ რაღაცა რეგულირების გამართვის საფუძველზე გაჩნდა. აი, როგორი განვითარების ტემპი გაქვთ და რაც ხართ ბაზარზე, აი რას გაჩვენებთ ეს ბაზარი, რამდენად მზარდია, რამდენად აქვს პერსპექტივა და რა არის ის ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც ერთის მხრივ შეიძლება ხელს გიწყობენ საქმიანობაში, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც გამოწვევად ყალიბდებიან ამ ბაზარზე. კი ბატონო. მადლობა ელენე პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, რაზეც დღეს ვსაუბრობთ და მიხარია რომ ამ დისკუსიის თანამონაწილე ვარ. ფორსაიტი მეოთხე წელია, რაც ამ ბაზარზე ოპერირებს და ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც აი გიორგი მახსენა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და ვინც ავიღეთ ეს კანონი და პრაქტიკაში დავნერგეთ ჩვენ შევქმნით პირველი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, შემდეგ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი და ფაქტიურად მე ვიტყოდი პირველი არასაბანკო კაპიტალის ბაზრის ინსტიტუტი ვართ, რომელიც ამ ბაზარზე აქტიურად მუშაობს და ავითარებს ამ მიმართულებას. ზრდის ტემპს რაც შეეხება, საკმაოდ პოზიტიურად მივდივართ, ვიზრდებით ყოველთვიურად, ყოველ კვარტალურად, ყოველწლიურად, რაც ძალიან გასახარია. თუმცა რა თქმა უნდა, როგორც ყველა აქ დამსწრეს, ჩვენც გვინდა რომ უფრო მეტად გაიზარდოს კაპიტალის ბაზარი და მე ვიტყოდი და ეს რასაც ვიტყვი ეხმიანება ჩემი თანამოსაუბრეების არგუმენტებსაც ასევე საქართველოს კაპიტალის ბაზარს ყველაზე მეტად რაც ჭირდება და არა მარტო საქართველოს კაპიტალის ბაზარს, ეს ჭირდება როცა ვამბობთ რომ კაპიტალის ბაზარი მუშაობს ან ფუნქციურია, აი ერთ სიტყვამდე რომ დავიყვანოთ ეს რას ნიშნავს? ეს სიტყვა არის ლიკვიდობა. ლიკვიდობა ეს მოდის ბაზრის სიღრმიდან, იქიდან რომ ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია, ის რომ მრავალი სხვადასხვანაირი ინვესტორი მუშაობს და ოპერირებს ამ ბაზარზე და ხდება რეგულარული და ყოველდღიური ტრანზაქციები. ეს განაპირობებს ჯეროვან ფასწარმოქმნას, გამჭვირვალეობას და რა თქმა უნდა ეს ზრდის, გამჭვირვალეობას, ზრდის ნდობას უკვე სხვა ინვესტორების მხრიდან. და ჩვენ როცა ვსაუბრობთ მაგალითად FDI-ზე, უცხოელების მოზიდვაზე, ამ საკითხს მე ცოტა სხვანაირად უყურებ რა ნაწილში რომ ფიქრობ პირველ რიგში აქცენტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებაზე, თუნდაც იმზით რომ ადგილობრივი დანაზოგი რაც არის ქვეყანაში, მისი მობილიზება გაკეთდეს ალტერნატიული გზებით და ალტერნატიული ინსტრუმენტებით, შეიქმნას წარმატების პრეცედენტები, წარმატების ისტორიები და მერწმუნეთ რომ ამის შემდეგ უცხოელი ინვესტორები გაცილებით უფრო მეტად დაინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით, ვიდრე იმ რეალობაში, როცა კი ბატონო, ბონდების ბაზარი განვითარებულია და ვითარდება უფრო სწორად და ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის მთელი სურათის მცირე ნაწილი, ასე ვთქვათ. კი, მაგრამ აი რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას აი ამ ეკონომიკური ზრდით, თუნდაც კარგი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით, იმიტომ რომ ახლა საინვესტიციო ბანკებს რაც ვესაუბრეთ, ძირითადი მამოძრავებლები არიან მაინც ის ფიზიკური კლიენტები, რომლებიც ნამდვილად მდიდრები არიან, ხო, მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, ვისაც შეუძლია აი ამ რაღაც გონივრული რისკის თუ რაღაცის გაღება და აი რის ხარჯზე
ანუ როგორ შეიძლება ეს ზრდა თქვათ გარედან შემოსული ინვესტორის გარეშე საქართველოსთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ურთიერთდაკავშირებულია ხო ეს საკითხი. მოდით ესე გეტყვით, აქ არ არის საუბარი რომ მხოლოდ ადგილობრივ რესურსზე ვიფიქროთ, თუმცა მე რასაც ვამბობ, გულისხმობს რომ ჩვენ მეტი კონტროლი გვაქვს იმაზე რა ხდება ჩვენს შიგნით. მაგალითად დღეს შეიძლება პირდაპირ ითქვას რომ 6 მილიარდი დოლარის ვადიანი დეპოზიტები დევს ბანკებში, ვადიან ანომრებზე. ეხლა მე იმის ილუზია არ მაქვს რომ 6 მილიარდი დოლარი შეიძლება დეპოზიტიდან წამოვიღოთ და სადმე სხვაგან წავიღოთ, რა თქმა უნდა დეპოზიტის თავისი ადგილია ყველა ადამიანის პორტფელში. თუმცა მე მჯერა რომ აქედან ნაწილი შესაძლებელია რომ ალტერნატიული გზებით მიიმართოს რეალურ ეკონომიკაში. თუნდაც ფონდების გზით, თუნდაც პირდაპირ ინვესტირების გზით. ამისთვის ცნობადობის გაზრდაა საჭირო, ამისთვის ხალხთან საუბარი, მეტი ურთიერთობაა საჭირო და აქვე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეხა რამდენიმე ბაზრის მონაწილემ და ეს ეხა პირველად ვაჟღერებ ეთერში ამას ასე ვთქვათ, შევქმნით კაპიტალის ბაზრის ასოციაცია, რომლის მიზანი არის რომ პირდაპირ ხელი შეუწყოს ფუნქციური კაპიტალის ბაზრის განვითარებას ქვეყანაში. ვინ რა საინტერესოა, ვინ ერთიანდება, ანუ რამხელები ხართ ცოტა ამაზეც მითხარით. კი ბატონო, ეს ახალი გადაწყვეტილებაა, ხო? კი, დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა ამ ასოციაციის ფორმირება. დღესდღეობით ვართ 5 წევრი, ვინც დავიწყეთ. რა თქმა უნდა, პროცესი მიდის კიდე სხვა მონაწილეების გაწევრიანებისაც და ჩემი კოლეგები, ვინც აქ-ზიან, ჯერჯერობით წევრები არ არიან, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ვისაც წარმოადგენენ ის კომპანიების გახდებიან წევრები და ერთად შეუწყობთ ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. იმიტომ რომ მე მჯერა რომ საბოლოო ჯამში ყველას საერთო ინტერესი გვაქვს, რომ გაიზარდოს კაპიტალის ბაზრის წილი ფინანსურ სისტემაში და რომ ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზარმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. და უცხოელ ინვესტორებზე რაც ვთქვი, ეს გამოცდილება აჩვენებს ამას, რომ როცა ღრმავდება ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, როცა ინვესტორები რწმუნდებიან, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩოები, რაც შეიქმნა ქვეყანაში რეალურად მუშაობს და ვთქვათ, იქ პრეცედენტები არსებობს, სასამართლო кейსები არსებობს, მაგალითად ამ ახალი კანონების ქვეშ არსებობს, მაგალითად ფონდის წარმატებით გახსნის და დახურვის кейსი. უკვე უცხოელ ინვესტორსაც სხვანაირი აპეტიტი და სხვანაირი ინტერესი უჩნდება ეკონომიკაში. აქენა გამომდინარე ვამბობ, აი ხე თუნდაც ჩვენ საუბრობდით, რატომ შემცირდა მაგალითად საქართველოს სახაზინო ვალდებულებებზე, ბონდებზე მოთხოვნა. ხა, გიორგიმ ძალიან კარგად ისაუბრა. უამრავი სხვადასხვა მიზეზი არსებობს ამისი. და ბევრ მათგანზე ჩვენ როგორც ქვეყანას კონტროლი არ გვაქვს. მაგალითად, საერთაშორისო მდგომარეობა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ კონტროლი არ გვაქვს. იქ ვალუტის გაცვლითი კურსის, აქ ნაწილობრივი კონტროლი გვაქვს, მაგრამ სრულად არა. მაგრამ რაზეც გვაქვს კონტროლი, არის რომ აქ ადგილობრივად შევუწყოთ დივერსიფიცირებული ეკოსისტემის შექმნას ხელი და შევქმნათ კარგი პრეცედენტები, კარგი გარემო იმისთვის, რომ ყველანაირი ინვესტორისთვის ხელსაყრელი იყოს საქართველოში ოპერირება. პოლიტიკურ ასპექტებს თუ გავწევთ გვერდზე, ალბათ ეგ რჩება რის გაკეთებაც შეგვიძლია. კი. სწორედ ხო, იმიტომ რომ ჩვენ რაც გვაქვს ურთიერთობა, ხო, აი დღეს ქონდა ლონდონის საფონდო ბირჟასთან საუბარი და საუბარის ის იყო, რა ქვია, ფაბულა იყო ესეთი, რომ რა შეგიძლიათ რომ რითი შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ. მარტივად რო ვთქვა, პრიმიტიულად და პასუხი იყო ასევე პრიმიტიულად რო ვთქვა, თქვენ არ გაქვთ ადგილობრივი რესურსი გამოყენებული. ანუ აპარატი იმაზე რომ გავიდეთ სხვაგან და სხვა რაღაცებზე, ანუ ვეძებოთ კონტრაგენტები მაგალითად. რა თქმა უნდა, კარგია და აუცილებელია, მაგრამ პარალელურად აუცილებლად ადგილობრივი რესურსი უნდა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული რაციონალურად. რა უშლის ხელს ამ ადგილობრივი რესურსის გამოყენებას? ანუ ინსტრუმენტები არა გვაქვს სათანადოდ, თვითონ ქცევა არის ისეთი, რომ ვთქვათ, რა ვიცი, არ მოდიან ამ რესურსის მფლობელები იმაზე, რომ უფრო რაღაცა სხვა წესებით ითამაშონ, ანუ აი ამ ნაწილში. ხო, რამდენიმე გამოწვევა არის. ერთს რაც დავასახელებდი, ყველაზე მთავარი მე ვიტყოდი, ეს არის ცნობიერების და ცნობადობის ნაკლებობა ახალი ინსტრუმენტების მიმართ. ჩვენმა საზოგადოებამ საბანკო სისტემა ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ 90-იანებიდან მოყოლებული, ხედავთ სხვადასხვა ბანკების ლოგოებს, მათ მიმართ ნდობაც არის გამყარებული, თუმცა რაც შეეხება ალტერნატიულ ინსტრუმენტებს, როგორცაც თქვა Foresight ქმნის, ან TBC Asset Management-ი, ან საქართველოს ბანკის Asset Management-ი, ეს უკვე ახალი ინსტრუმენტი
ინსტრუმენტებია, რომლის მიმართაც ბუნებრივად დრო არის საჭირო, რომ საზოგადოებას ნდობა გაუჩნდეს. და ეხლა კაპიტალის ბაზრის ასოციაცია რო ვახსენე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ასოციაციის არის, რომ ვაკეთოთ მასიური ცნობადობის კამპანია იმისთვის, რომ ნელ-ნელა აიწიოს საზოგადოებაში ინფორმაციულ დონეზე აი ამ ახალი ინსტრუმენტების მიმართ ცნობადობა, რომ მეტად კიდევ ერთხელ დივერსიფიცირებული, ღრმა და ლიკვიდური და მრავალფეროვანი და პლურალური გახდეს. ვინ არიან პარტნიორები, რამდენიმე კომპანიას დამისახელებ? კი ბატონო, Foresight არის ერთ-ერთი, მეორე არის Alpha Capital, რომელიც ლიცენზირებული საბროკერო არის. ასევე არის Griffin Asset Management, რომელიც დაფუძნებულია პაპუნა ლეჟავას მიერ. ასევე არის დავით აბაშიძე, რომელიც პროფესიონალი არის საინვესტიციო საბანკო მიმართულებით მუშაობდა ლონდონში. ასევე არის ბატონი გოგი ლოლაძე, რომელიც წლების განმავლობაში საფონდო ბირჟის დირექტორი იყო და ეს ჩამონათვალი, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც დრო გავა და ჩვენი მიზანი არის, რომ ზუსტად ამ კაპიტალის ბაზრის შექმნით წავახალისოთ ასევე სხვა კერძო სუბიექტები, რომლებიც შექმნიან აი ახალ ინსტიტუტებს, ახალ ფინანსურ შუამავლებს კაპიტალის ბაზარს. ხო, ანუ აი უფრო მეტად აი საინვესტიციო ინსტრუმენტების და რეალურად ამ ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ნაწილში მაინტერესებს თქვენი, ესე ვთქვათ, პროფესიონალური ანალიზი, ხო, ხომ მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად ვითარდება ეს ინსტრუმენტები, მაგრამ აი საქართველოში ვთქვათ, ქცევას რომ დავაკვირდეთ, ხო, აი რაღაც რიგითი ინვესტორის, ხო, ან პოტენციური ინვესტორის, ანუ მაინც წამყვანი რჩება, რომ არ ვიცი, რაღაც დავაბანდო, ვთქვათ, რაღაც უძრავ ქონებაში ფული და ეს იყოს ჩემი მთავარი საინვესტიციო აქტივი, ხო? რა უწყობს ამას ხელს და რა მიდგომები შეიძლება არსებობდეს, რომ აი აქციების ბაზარიც ვახსენეთ ჩვენ და აი ეს რაღაც გონივრული რისკის გაღების თუ გაწევის კულტურა რაიმენაირად ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. კი ბატონო, ანუ რეალურად ადგილობრივი ინვესტორების ყველაზე საყვარელი საინვესტიციო აქტივი არის უძრავი ქონება და დეპოზიტი. ანუ უდიდესი ნაწილი ადგილობრივი თანხების არის აი ამ ორ ინსტრუმენტში განთავსებული. ობლიგაციებში ვხედავთ, რომ ადგილობრივი ინვესტორები შემოდიან, თუმცა სხვა ინსტრუმენტები, მაგალითად აქციები, რეალურად არც არსებობს და ალბათ 2007-2008 წლის შემდგომ საქართველოში აქცია არც გამოსულა. ამას თავისი მიზეზი აქვს. დღეს გიორგი მას ახსენა ბირჟაზე ვაჭრობა არ არის შესაძლებელი არც ერთი ონლაინ ან თანამედროვე საშუალებით, ანუ ვერც ვებგვერდით, ვერც აპლიკაციით ვერ მოხდება რაიმე ინსტრუმენტის შეძენა, რაც დღევანდელ ეპოქაში წარმოუდგენელია. კი, ანუ ყველა ბირჟა, ხო, რეალურად დღესდღეობით ყველა ადამიანს, მაგალითად, ყველა უცხოური ბირჟა ხელ მიუწვდება, ვთქვათ, Galten Dagardes ტრეიდერის აპლიკაციით, თუმცა საქართველოს ბირჟა არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ იმისთვის, რომ აქციების ბაზარზე ვილაპარაკოთ, მხოლოდ ინსტრუმენტებზე ვერ ვისაუბრებთ. ეს ინსტრუმენტები სადღაც უნდა ივაჭრებოდეს, აქტიურ ვაჭრობას სჭირდება ინფრასტრუქტურა. ამიტომ არის, რომ გიორგისთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომ აი ეს ზუსტად ონლაინ ვაჭრობის ფუნქციონალი გავაჩინოთ, მათ შორის რამდენიმე AIFA-ისთან გვაქვს საუბარი, რომ აი ამ პროცესში ხელი შეგვიწყონ და მათგან რაღაც მხარდაჭერა იგივე ტექნიკური და იგივე საგრანტო სახით მივიღოთ, რათა ის ფუნქციონალი, რაც დღეს ბირჟას არ აქვს, ბირჟასთან ერთად გავაჩინოთ და შევქმნათ, რის შემდეგაც რეალურად დღესდღეობით ჩვენ უკვე ვმუშაობთ კაპიტალის ინსტრუმენტებზე, ანუ აქციის გამოშვებაზე, თუმცა იმისათვის, რომ ამ აქციის ემისია წარმატებით შესრულდეს, მათ შორის ბირჟის აი ამ ფუნქციონალის შექმნაც ძალიან აუცილებელია. თინა, მოკლედ რა ზაამატებდით ამ ნაწილში და შემდგომ უკვე გთხოვთ შეჯამებას. კი ბატონო, მნიშვნელოვანი არის ესეც რომ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი საბროკერო კომპანიები ძალიან აქტიურად ცდილობენ, რომ ინფორმაცია ინვესტორებამდე, პოტენციურ ინვესტორებამდე მიიტანონ და ვიტყოდი, რომ შეიძლება თქვა ადგილობრივად ჯერ აქციები გამოშვებული კომპანიებს არ აქვთ, მაგრამ ხედავთ, რომ ქართველი ინვესტორები ძალიან აქტიურად უკვე ვაჭრობენ უცხოური ფასიანი ქაღალდებით. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი ამ მიმართულებით გაჩენილია. ვიტყოდი, რომ მართლა ძალიან დიდი წვლილი ამაში მიუძღვა
ზღვის მოქმედ საბროკერო კომპანიებს ბაზარზე TBC კაპიტალის სახელით ვისაუბრებ, რომ ძალიან აქტიურად მემუშავებით ინვესტორთა ბაზას, მობილ ბანკშიც ჩაშენებული გვაქვს საინვესტიციო პლატფორმა, სადაც შესაძლებელია რომ მსოფლიოს ნებისმიერ ბირჟაზე ივაჭრონ ჩვენმა ბანკის კლიენტებმა და ინვესტორებმა და ამ კუთხით ვხედავთ დიდ აქტიურობას და ინტერესს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ აი ეს ფუნქციონალი ადგილობრივადაც გაიმართება, ადგილობრივად გამოშვებულ ფასიან ქაღალდებსაც გულისხმობ უკვე აქციებს და არა ობლიგაციებს, სადაც ისედაც ვხედავთ ინტერესს, ამ კუთხითაც საკმაოდ წარმატებული ტრანზაქციების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ეს ნამდვილად მომავალია, ძალიან ლოგიკურად არის განვითარების ეტაპები ქვეყანაში, იმიტომ რომ ობლიგაცია ნაკლებ რისკიანი ინვესტიცია არის, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბაზარი, როდესაც ძირითადად დეპოზიტებში და უძრავქონებაში არის ინვესტირებული, უნდა შევაჩვიოთ ნაკლებ რისკიანი აქტივების კლასში ინვესტირების კუთხით, ხო და აქ ხედავთ უკვე აქტივობას, თქვით რომ ბევრი ინდივიდუალური ინვესტორი ყავს. თავიდან თავდაპირველად შესაძლოა რომ უფრო, ასე ვთქვათ, მაღალშემოსავლიანი ინვესტორები ფიქსირდებოდნენ ესეთი ტიპის ემისიებში, მაგრამ დღეს ვხედავთ რომ ძირითადად ჩვენ მივდივართ საჯარო განთავსების გზით ობლიგაციების ნაწილში. საჯარო განთავსება გვაძლევს შესაძლებლობას რომ ინფორმაცია მივაწვდინოთ მთლიანად მოსახლეობას ამ თუ იმ ობლიგაციის ემისიის შესახებ. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება $1000 არის, შესაბამისად გვყავს ბევრი ისეთი ინვესტორიც, რომელიც ძალიან მცირე თანხებით შემოდის ამ ტრანზაქციებში და ასე ვთქვათ, პორტფოლიურად მართავს თავის დანაზოგს, დეპოზიტიც აქვს და ასევე ობლიგაციებშიც არის ინვესტირებული და ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ ვფიქრობ, რომ პოტენციალი ნამდვილად აქვთ ქართულ კომპანიებსაც, რომლებსაც აქვთ უკვე ეს მზაობა. ეს ნაწილიც უნდა ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ინვესტორებზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის მიწოდების მხარეც, ხო, რომ თვითონ ქართული კომპანიებიც არიან თუ არა მზად იმისთვის, რომ გახდნენ საჯაროები, გამჭვირვალეები, აუდიტის რეპორტინგი ქონდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ხედავთ, რომ ესეთი მზაობა არის 20-25 კომპანიაში, რომლებიც დღეს ობლიგაციებს უშვებენ და ამ კომპანიებიდან რამოდენიმე ვფიქრობ, რომ ალბათ მალე მზად იქნება იმისთვისაც, რომ აქციებიც დალისტოს და ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ ხედავთ ამ პოტენციალს. ივანო მახსენა და ერთობლივადაც მუშაობთ ერთ-ერთ პოტენციურ პროექტზე და ნახოთ რა ჩვენ მონდომებას არ დავაკლებთ, ასე ვთქვათ, რომ აქციებიც ვიხილოთ ადგილობრივ ბაზარზე. და მაინტერესა, მაგრამ პოტენციური პროექტია და მეც არაფერს კითხავს. ეხლა მინდა რომ 3 წუთი დაგიტოვოთ თითოეულს და მინდა რომ ამ გადაცემამ აი ჩვენი მაყურებლისთვის გაცნობიერებული, ნაკლებად გაცნობიერებული მაყურებლისთვის აი რაღაც გზამკვლევივით იყოს, რას აპირებთ უახლოეს მომავალში, რა ნაბიჯების გადადგმას და რისთვის შეიძლება რომ ამ ბაზარზე უკვე აქტიურად არსებული კომპანიები ან ისინი ვინც შეიძლება პოტენციურად დაინტერესდნენ, რას უნდა ელოდნენ თქვენგან, აი ეს მინდა რომ მკაფიოდ ვთქვათ, ბატონო გიორგი, თქვენგან დავიწყებ და გავყვები, ესე ვთქვათ, რიგის მიხედვით. 3 წუთი გაქვთ ტაიმერზეც ჩაირთვება ეს დრო და 3 წუთში უნდა ჩაეტიოთ. 3 წუთში უნდა ჩაეტიოთ. ხო, მე არა ვარ უხსიტყვიანი. ხო და თან ნელაპარაკობ, ამიტომ დავიწყებ ჯობია. კი ბატონო, ხო, ისა ანუ ჩემი საქმე მარტივია ამ შემთხვევაში, უნდა რაც შეიძლება დაიხვეწოს ეს საფონდო ბირჟა, რაც არის ძირითადი კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურა. ამ დახვეწაში რას გულისხმობთ ახლა ჩვენ? ჩვენ გულისხმობთ ყველაფერს. ეს იქნება ორგანიზაციული, ინსტიტუციონალური განვითარება, მათ შორის ტექნოლოგიური განვითარება, სტანდარტული პროცესების გამოკვეთა და მათი დიჯიტალიზაცია, რაც შეიძლება გამორიცხოთ ადამიანური ჩარევები და ადამიანური შეცდომები. თვითონ სავაჭრო პლატფორმის დახვეწა, ბევრი ეს მონტრანის პირველი ის იყო, რა ქვია, ცდელობა იყო, რაც გვაქვს ჩვენ ახლა და შესაბამისად რადგან პირველი, თუმცა სახელიანი კომპანია, მაგრამ უფრო post-trade-ზე იყო მათი კვალიფიკაცია და ამ შემთხვევაში ეს პირველი ცდელობა ცხადი რაღაც ხარვეზებით გამოვიდა. ეს ხარვეზები უნდა აღმოფხვრათ. მაგალითად, მოუხეშავი ინტერფეისია, რომელიც არ შეესაბამება იმ ინტერესს, რომლითაც შედის, თქვა, ტრეიდერი სავაჭრო სისტემაში. ანუ ის ვერ ხედავს იმ ინფორმაციას, რომელიც მას აძლევს мотиваციას და იმას, რა ქვია, ბიცკს, რომ ტრანზაქცია გააკეთოს. მაგალითად ეს, ანუ უამრავი ესეთი საკითხია.
როგორც თქვით, ანუ ეს პროცესი მოიცავს ლისტინგის, მათ შორის ლისტინგის პროცესის დიჯიტალიზაციას. გვინდა დავნერგოთ ესეთი რა ქვია იმას სპეციალური ინფორმაციის მიმოცვლის არხი შესაბამისი ენით რო არ მოხდეს არ იყოს აუცილებელი თქვა PDF-ის გამოგზავნა რაღაც ფილმის ან ქაღალდის ფორმით გამოგზავნა დოკუმენტის და ამის წამკითხავი ადამიანი რო ეს ყველაფერი სისტემამ მიიღოს ახალისხოს გვინდა გავაკეთოთ ემიტენტების პორტალი სადაც ის ჩამოქრილი ინფორმაცია იქნება ზუსტად იმ ფორმით და იმ ენაზე და იმ სახით, რაც აინტერესებს მაგალითად ინვესტორს ან პროფესიულ მონაწილეს ბაზრის. ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი თავარი ამოცანა პირველადი ამოცანა ინფრასტრუქტურის გამართვა, კოლეგებმა აღნიშნეს, რაც პრინციპში მოთხოვნა არის, ხო, მარტივად რო ვთქვათ, რომ პლაჟზე ხარ და თან ეფიცხები ზეს, თან უყურებ ხედებს და ამ დროს თან ცალითვალეთ ვაჯრობ. გასაგებია კომფორტზე. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ეს კომფორტი შევქვა. კომფორტზე იზრუნოთ. კი ბატონო, რატი? კი ბატონო, ელენე, მოდი ესე უპასუხებ ამ კითხვას. ზოგადად ფუნქციური კაპიტალის ბაზარს აქვს 4 ძირითადი ქვაკუთხედი. ეს არის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, ეს არის დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზა, შემდეგი ეს არის მრავალფეროვანი პროდუქტები, ანუ აქციები, ბონდები, დერივატივები, ასე შემდეგ და საბაზრო ინფრასტრუქტურა. 4-ვე ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაო არის გასაწევი ზოგადად. გიორგი ახლა კონცენტრირდა ინფრასტრუქტურის ნაწილზე. ჩვენი მხრივ მე როგორც ფორსაიტის წარმომადგენელი და ასევე კაპიტალის ბაზრის ასოციაციის წარმომადგენელი, ესე ვსაუბრობ, 4-ვე ამ მიმართულებით ჩვენ ვაპირებთ ძალიან დიდ მხარდაჭერას და რა თქმა უნდა ბაზრის სხვა მონაწილეების მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ მარტო ესეთი საქმე არ გამოვა. საკანონმდებლო მიმართულებით ძალიან კარგი ბაზა არის შექმნილი. თუნდაც ფონდების, საინვესტიციო ფონდების კანონი, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონი, საპენსიო არ უნდა დაგვაუწყდეს. საპენსიო ფონდი ძალიან დიდ როლს შეასრულებს. მე დარწმუნებული ვარ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. ჩვენ ასოციაციის კუთხით როგორც კანონმდებელს, ისე მარეგულირებელს ვაპირებთ, რომ ვემუშაოთ. თუ რამე შესაძლებელია, თუ რამე დასახვეწია, თუ რამე უკეთესად არის გასაკეთებელი, ამ ნაწილში ასოციაცია რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას. მეორე, რაც შეეხება ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციას, ამაზე ვისაუბრეთ ყველამ ერთად ბევრი და ამაზე რა თქმა უნდა გაგრძელდება მუშაობა, როგორც ადგილობრივი კაპიტალის მობილიზებისთვის, ისე უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის. პროდუქტების მრავალფეროვნებას რაც შეეხება, ბონდები არის კი ბატონო, აქციები ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს. დამატებით ჩვენ ახლა ვმუშაობთ სადეპოზიტო სერტიფიკატების პლატფორმის გაკეთებაზე. CD დეპოზიტია, თუმცა ფასიანი ხალხის ფორმით და წესით მთელი არსი ამ CD-ს არის, რომ უნდა ივაჭრებოდეს, მეორადი ბაზარი უნდა არსებობდეს. რაც დღეს არ არსებობს. ჩვენ ეს როგორც ფორსაიტის წარმომადგენელი ესე ვსაუბრობ, ვაპირებთ ამ პლატფორმის გაკეთებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ CD-ების მეორადი ბაზრის შექმნას. და რა თქმა უნდა, მეორადი ბაზარი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი და რელევანტურია, როცა კაპიტალის ბაზარზე ვსაუბრობთ. და რაც შეეხება საბაზრო ინფრასტრუქტურას, აქ რა თქმა უნდა, ბირჟა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტექნიკური ინფრასტრუქტურა იქნება თუ წვდომა ბირჟაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს და ასევე დეპოზიტარის სისტემა, კასტოდიანის, ანგარის სწორების სისტემები, რა თქმა უნდა, გამართული უნდა იყოს და ჩვენ პირადად ასოციაციის კუთხით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებითაც. ასე რომ ეს არის ზოგადი მიმოხილვა იმისა თუ აჭირდება კაპიტალის ბაზარს და ჩვენ რას გავაკეთებთ ამისთვის. მადლობა, რატი ჩაეტიე დროში 45 წამი დაგრჩა კიდევაც. თინა, თქვენთან გადმოვა. ხო, ესე იგი, გეგმებს რაც შეეხება, წელს საკმაოდ აქტიური წელი ქონდა TBC კაპიტალს. ჯამში ბაზარზე 12 ტრანზაქცია განხორციელდა გულისხმობ ობლიგაციების ბაზარს. ეს არის ყველაზე აქტიური ბაზარი დღეს და ამიტომ მასზე დავკონცენტრირდები. წლის ბოლომდე კიდევ რამოდენიმე ტრანზაქცია იქნება და ჩვენი მიზანი როგორც საინვესტიციო ბანკის არის ვიყოთ სანდო პარტნიორები ჩვენი კლიენტებისთვის. მე ძირითადად წარმოვადგენ იმ მიმართულებას, რომელიც
ემუშავება კორპორატიულ კლიენტებს, ორგანიზაციებს, კომპანიებს. ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ არის იმ კუთხით, რომ გამოვიყვანოთ ბაზარზე, დავაინტერესოთ ობლიგაციების გამოშვებით. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ბენეფიტი შეიძლება მოუტანოს კომპანიას ობლიგაციების გამოშვებამ კლასიკური საბანკო სესხთან მიმართებით. ასევე საკონსულტაციო სერვისებსაც უწევთ მათ, რომ მაგალითად რეიტინგი ავაღებინოთ, ან ობლიგაციები თემატური გავხადოთ, გავამწვანოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციას ვაწვდით მათ, მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუწევთ, რომ ერთის მხრივ ბევრი ემიტენტი, ბევრი ახალი ემიტენტი დავამატოთ ბაზარს. მეორე კუთხით თვითონ TBC კაპიტალი ორგანიზებულია როგორც კლასიკური საინვესტიციო ბანკი, აქტიურად ვემუშავებით ინვესტორებსაც. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი პროდუქტები შევქმნათ მათთვის, რომ სხვადასხვა რისკის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, იქნება ეს დაბალ რისკიანი თუ მაღალ რისკიანი პროდუქტები. ამავდროულად გვაქვს ძალიან საინტერესო კვლევების მიმართულება ამ კუთხით ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ ბაზარზე, დავფაროთ როგორც ადგილობრივი ეკონომიკა, მე მგონი მშპ-ს 80-85%-ს ფარავს ჩვენი კვლევების მიმართულება, ასევე გლობალურ ბაზრებზე მოვუყვეთ და მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე იურიდიულ პირებს მივეხმაროთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და კიდე მეოთხე მიმართულებაც გვაქვს advisor-ის მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყიდვა-გაყიდვის პროცესებშიც დავეხმაროთ, ხო, როდესაც კომპანიები მსხვილდებიან, მაგ კუთხითაც ასე ვთქვათ, რჩევები მივცეთ. მოკლედ, ვრჩებით ჩვენი კლიენტების სანდო პარტნიორად, იქნება ეს ინვესტორების მხარეს, თუ იქნება ემიტენტების მხარეს. მადლობა, თინა, წარმატებებს გისურვებთ. გალათენტაგარდი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 1995 წლიდან, რაც გულისხმობს, რომ ბაზრის განვითარება კომპანიის DNM-ის ნაწილი არის. ანუ უახლოესი პერიოდიც რო გავიხსენოთ 2023 წელს EBRD-სთან ერთად კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამა გავაკეთეთ, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც ინვესტორთა ბაზის თვის ინფორმაციის მიწოდება იყო და მათთვის ცნობადობის ამაღლება კაპიტალის ბაზარზე და არსებულ ინსტრუმენტებზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით დღესაც ძალიან აქტიურად მუშაობთ, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან, როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე ინსტიტუციურ ინვესტორებთან. გარდა ამისა, ძალიან აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ ახალი ინსტრუმენტებიც გამოჩნდეს ბაზარზე, მათ შორის equity, მათ შორის სხვა ტიპის ინსტრუმენტებიც და ამის pipeline უკვე რეალურად არსებობს. გარდა ამისა, მუშაობთ ბირჟასთან ერთად ძალიან აქტიურად ზუსტად იმ მიზანზე, რომელიც დღესდღეობით ალბათ equity ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის, რომ გავაჩინოთ ახალი ფუნქციონალი, ახალი ინფრასტრუქტურა ბირჟაზე სავაჭროდ და რა თქმა უნდა ჩვენს არსებულ კლიენტებთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენ ტრადიციულ პროდუქტზე, რაც არის ობლიგაციები. წელს ველოდებით, რომ ვცდილობთ უბრალოდ რომ იყოს რეკორდული წელი ობლიგაციების ბაზრისთვის 2023 წელს ემისიების მოცულობა დაახლოებით 1.200 ლარი იყო, რაც საკმაოდ დიდი ნიშნული არის, თუმცა გონია რომ ამაზე უკეთესი წელი შეგვიძლია რომ წელს გქონდეს და გარდა ამისა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რამდენიმე ძალიან საინტერესო ემისიაზე მუშაობთ, რომლებიც დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან წარმატებით დაიხურება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ მსჯელობისთვის და ხო, ანუ მიუხედავად გარემოებებისა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს საქმიანი თემები არ დაიკარგოს და იქ, სადაც შესაძლებელი არის განვითარება, ეს რაღაცნაირად ავითვისოთ. იმედი მაქვს, რომ ესე ვთქვათ, პოლიტიკური ვითარებაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ აი ამ ინვესტორთა სენტიმენტების ნაწილში დამატებითი გამოწვევები არ გქონდეთ. ყველას ერთად ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. გიორგი ამზაშვილი, თინა სიმონიშვილი, ვანო კიკუელაშვილი, რატი მორჩილაძე საუბრობდნენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში. მადლობა მათ.